მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ტაროსკოპს თხის რქებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი, რესურსის და ზოგადად კეთილდღეობის საუკეთესო ენერგიაა, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ეს დრო თქვენი თვითრეალიზებისთვის ნებისმიერი მიმართულებით. ამ პერიოდში მოგეცემათ მეტი შესაძლებლობა, რომ განახორციელოთ თქვენი ჩანაფიქრები, შესაძლებელია მიიღოთ გაწეული შრომის შედეგები, მეტაფორულად თუ ვიტყვით, ფაქტობრივად მოსავლის მიღების პერიოდი გექნებათ. ივლისის განმავლობაში გაცილებით ადვილად შეძლებთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებას, იგრძნობთ თქვენს მიმართ გაზრდილ კეთილგანწყობას, ინტერესს, შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი გარეგნობაც, შესაძლებელია არაერთი კომპლიმენტიც მიიღოთ ამასთან დაკავშირებით, თავს იგრძნობთ გაცილებით ჯანმრთელად, ენერგიულად, აქტიურად, გაიზრდება თქვენი შარმი, ქალებისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია იფიქროთ დედობაზე და ზოგადად თქვენი დედობრივი ინსტინქტები და ზრუნვა გარშემომყოფებზე და გარემოზე ამ პერიოდში საგრძნობლად მოიმატებს. ბუნებრივია ასეთი ენერგია პოზიტიური განწყობილებით აგავსებთ და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. ოღონდ ამ მდგომარეობამ შესაძლებელია გარკვეული თვითტკბობისკენაც გიბიძგოთ, ამიტომ გირჩევთ ზედმეტად არ მოდუნდეთ და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენეთ ეს არაჩვეულებრივი დრო კიდევ უფრო მეტი თვითრეალიზებისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების რვიანი, ირა ცხოვრებაში ივლისის განმავლობაში პროცესები განვითარდება სწრაფად, დინამიკურად და საკმაოდ მოულოდნელად. გექნებათ აქტიურობის მოთხოვნილება, მეტი სიახლის, მეტი მრავალფეროვნების სურვილი, შესაძლებელია მოაწყოთ ექსპერიმენტები და გადაწყვეტოთ ახალი გამოცდილებების მიღება, მეტად გამოავლენთ ინიციატივებს, გექნებათ რომანტიკული განწყობების გამძაფრება, იგრძნობთ ვნების მოზღვავებას, მათთვის კი ვინც მარტო ხვდებით ამ პერიოდს, შესაძლებელია დაგეგმოთ ბევრი პაემნები, ბევრი ერთჯერადი შეხვედრებიც, თუმცა ამავდროულად არ იქნებით განწყობილი სერიოზული კავშირისთვის და ამიტომ გირჩევთ ნურც სხვა შეუქმნით ასეთ მოლოდინებს, რომ სამომავლოდ ეს თქვენი მსუბუქი განწყობა და ზერილი დამოკიდებულება პრობლემად არ იქცეს არც მეორე ადამიანისთვის და არც თქვენთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. თასების ტუზი. ამ პერიოდში ახალი ფერები გაჩნდება თქვენს ურთიერთობაში, შესაძლებელია იგრძნოთ მეტი სიმსუბუქე, გამოღვიძება, გამოცოცხლება, მეტი სურვილის და სიახლის ენერგია გრძნობებში. ამ პერიოდში პარტნიორთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიამოვნებას და გარკვეული სისავსის შეგრძნებას. მაშინაც კი თუ თქვენს ურთიერთობაში გარკვეული სირთულეებია, ივლისში მოგეცემათ შესაძლებლობა მოაგვაროთ თქვენი უთანხმოება და გადაიყვანოთ ურთიერთობა ახალ პოზიტიურ რელსებზე. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია პარტნიორთან ერთად იფიქროთ სამომავლო გეგმებზე,
მაგალითად, როგორ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ან სულაც სად გაატაროთ მაგალითად ჩვეულებრივება ერთად, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გექნებათ პოზიტიური განწყობა და იქნებით ოპტიმისტურად განწყობილები. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მონეტების პაჟი ივლისის განმავლობაში საბოლოოდ და მკაფიოდ ჩამოგიყალიბდებათ ხედვა თქვენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეს გიბიძგებთ, რომ იყოთ მიზანდასახულები, გადახვიდეთ მოქმედებაზე, მოსინჯოთ ურთიერთობის წამოწყების რამდენიმე ვარიანტიც და გამორიცხული არ არის ამავე პერიოდში საკმაოდ პოზიტიურ კავშირშიც აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში ეს კავშირი იქნება თანმიმდევრული, ერთგულებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და რაც მთავარია, მყარი ფუნდამენტი, რომელსაც ამ პერიოდში ჩაუყრით თქვენს კავშირს, სამომავლოდ საკმაოდ კარგ ნაყოფს გამოიღებს და ბევრ სიამოვნებასაც მოგვრით თავისი სტაბილურობით და სანდოობით. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო. მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი, თვეს საქმიან სფეროში სტაბილურად გაივლით, შეძლებთ გეგმაზომიერად შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ამავდროულად დაფიქრდებით კარიერულ განვითარებაზე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ამ პერიოდში შესაძლებელია თანამშრომლობა მოგიწიოთ ისეთ ორგანიზაციებთან, რომელთაც უკვე აქვთ მყარი დამკვიდრებული სტრუქტურა და სოლიდური ისტორიაც. ივნისის განმავლობაში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული მორალური პრინციპების დაცვა, სამუშაო პროცესების ოფიციალური მხარე და ზოგადად კანონმდებლობა. ამ პერიოდში ასევე შესაძლებელია გადაწყვიტოთ სწავლა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მეტი ავტორიტეტის მოსაპოვებლად და არც ის არის გამორიცხული, რომ გადაწყვიტოთ სხვებს გაუზიაროთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება. აიყვანოთ მოსწავლეები, ან დაიწყოთ ზრუნვა სასწავლო პროგრამის შექმნაზე და სწავლების მეთოდების მოფიქრებაზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების რაინდი, ივლისის განმავლობაში მოგიწევთ აქტიურობა, ბევრი მოძრაობა, გადაადგილება, შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მგზავრობასთანაც, მაგალითად მივლინებაში მოგიწიოთ წასვლა, ასევე ეს არკანი მიანიშნებს ინფორმაციის აქტიურ მოპოვებაზე. ამ პერიოდში შესაძლებელია გადაწყვიტოთ, რომ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენ სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ, მოგინდეთ თქვენი ცოდნის გაახლება, გაღრმავება, ან თუ უკვე ფლობთ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას, შესაძლებელია მოგინდეთ სხვებისთვის გაზიარება. ასევე შესაძლებელია გადაწყვიტოთ საკუთარი პროექტის განხორციელება და ამასთან დაკავშირებით მოიძიოთ შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო ან საინვესტიციო პროგრამები, ან სულაც შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური საქმის წამოწყება მოგინდეთ და დაიწყოთ იურიდიული საკითხების გარკვევა და საჭირო ფინანსების მოძიება. ზოგიერთი თქვენგანისთვის სამსახურში შესაძლებელია თავი იჩინოს მწვავე დისკუსიებმა ან კრიტიკულმა სიტუაციებმა და თქვენგან საჭირო გახდეს სწრაფი რეაგირება, თქვენი იდეების დაცვა. ეცადეთ ასეთ შემთხვევაში პრობლემურ საკითხებს მიუდგეთ ცივი გონებით, მაგრამ ინტელექტუალური სიმკაცრით, მოერიდეთ იმპულსურ კონფლიქტებს კოლექტივში, თუმცა თამამად და არგუმენტირებულად დაიცავით თქვენი პროფესიული ინტერესები და თქვენი საქმე. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მეოცე მაღალი არკანი სამსჯავრო, ივლისში მოგეცემათ შანსი, რომ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი მდგომარეობა, არა უბრალოდ ნახოთ სამსახური და დასაქმდეთ, არამედ თქვენს კარიერულ გზაზე შესაძლებელია მოხდეს სრული და კარდინალური გადატვირთვა.
მიიღოთ ისეთი შემოთავაზება ან პასუხი თქვენს ანკეტა განაცხადზე, რომლითაც საბოლოოდ მოხვდებით იმ სივრცეში, სადაც თქვენი შესაძლებლობები სრულად რეალიზდება. თუ იაქტიურებთ, მიზანმიმართულად დაიწყებთ ვაკანსიების მოძიებას, რეზიუმეების გაგზავნას, გასაუბრებებზე სიარულს და საკუთარ თავს და თქვენ შესაძლებლობებს თამამად წარმოაჩენთ, შეიძლება კარმულადაც კი შეიცვალოს თქვენი სამომავლო პროფესიული გზა. მეოცე მაღალი არკანი არის კარდინალური, ასე ვთქვათ, ბედისწერის მიერი ცვლილებების, ძველი კრიზისებისგან გათავისუფლების და გამოღვიძების ენერგია, რომელიც თქვენი ნიჭის აღორძინებას მოასწავებს პროფესიულ ასპარეზზე. ასე რომ იაქტიურეთ, მე წარმატებებს გისურვებთ ახალი რეალობისკენ მიმავალ გზაზე და ნახოთ რა ელით ივლისის განმავლობაში მათ, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავს. მეცხრე მაღალი არკანი განდეგილი. ეს მაღალი არკანი საქმისგან გარკვეულ დისტანცირებას გულისხმობს, პაუზას, შესაძლებელია ივლისში იგრძნოთ განტვირთვის აუცილებლობა და მოგინდეთ შვებულების აღება, განმარტოება, სამოგზაურო წასვლა. ეს ბარათი ასევე შესაძლებელია ავადმყოფობასაც გულისხმობდეს, ამიტომ განსაკუთრებულად მოუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. ბარათების ასეთი კომბინაცია ასევე მიუთითებს თქვენს გონიერებაზე, სიბრძნეზე, ზოგადად ყველაფრის გაანალიზების სურვილზე. ამ პერიოდში შესაძლებელია მოგინდეთ ცოდნის გაღრმავება თქვენი საქმიანობის სფეროში, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ გაგიჩნდეთ სურვილი, გააზიაროთ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და თქვენი საქმიანობაში ასწავლოთ და გამოცდილება გაუზიაროთ სხვებს. ზოგიერთი თქვენგანისთვის ასევე შესაძლებელია მოგინდეთ დაწეროთ წიგნი ან შექმნათ არხი სოციალურ ქსელში, სადაც შეძლებთ გააზიაროთ თქვენი გამოცდილება და ასევე არ არის გამორიცხული ეს ენერგიები მიუთითებდეს, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლებელია გადაწყვიტოთ დამსახურებულ პენსიაზე გასვლა და ახალგაზრდებს გადაულოცოთ თქვენი საქმის მართვა. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, თასების 4-იანი, ამ პერიოდს ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურად გაივლით, თუმცა იქნება ისეთი ეპიზოდებიც, როცა მოგიწევთ ზოგიერთი შენაძენის გაკეთებაზე უარის თქმა, ეკონომიურობის გამოჩენა და შესაძლებელია ასეთმა თვით შეზღუდვამ დაგთრგუნოთ, იგრძნოთ იმედგაცრუება და უკმაყოფილება. მეორე მხრივ ეს ბარათი შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ თქვენ იმდენად გადაჭარბებულად ზოგავთ საკუთარ ფინანსებს, რომ გამორიცხული არ არის მნიშვნელოვან და საჭირო შენაძენებზე ან შესაძლებლობების მიღებაზე ამბობდეთ უარს. ამიტომ შეეცადეთ გამოიჩინოთ ზომიერება, მათ შორის ხელმომჭირნეობაშიც და ზოგჯერ მიეცით თავისუფლება, იყოთ მეტად ხელგაშლილები, მით უმეტეს თუ ისეთ რამეში ხარჯავთ ფულს, რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ, პოზიტიური ემოციებით გავსებთ და ესე იგი სასიცოცხლო ენერგიითაც გმუხტავთ, რაც ასეთი მნიშვნელოვანია, რომ შემდეგში კიდევ უფრო მეტი განვიმუშაოთ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 10-იანი, სამყარო გირჩევთ, რომ გაიაზროთ და დაასრულოთ ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში, რაც გთრგუნავთ, ხელს გიშლით წინსვლაში, განვითარებაში და ეთილდღეობის მოპოვებაში. ეს შესაძლებელია იყოს ნებისმიერი რამ, თქვენი განწყობები, დამოკიდებულებები, მსოფლმხედველობა, გარკვეულ მოძველებულ შეხედულებებზე ჩაბღაუჭება, ადამიანებიც მათ შორის. ესია იმდენად დიდია და ინდივიდუალური თითოეული თქვენგანისთვის, რომ ბუნებრივია შეუძლებელია ყველაფრის ჩამოთვლა ახლა, ეს მხოლოდ პირად კონსულტაციაზე არის შესაძლებელი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ დაფიქრდებით, აუცილებლად იპოვით პასუხებს. სამყარო გირჩევთ, რომ შეძლოთ სწრაფად გამოეთხოვოთ ასეთ ხელისშემშლელ ფაქტორებს და ამ გზით შეძლებთ ცხოვრება სწრაფადვე გადაიყვანოთ ახალ ეტაპზე
გადახვიდეთ უფრო პოზიტიურ და უფრო მსუბუქ ენერგიებში. ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპი თხის რქებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.